მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობასთან. ჩვენთან ერთად არის ჩვენი კარგი ადამიანი, ბატონი მიხეილი და დღეს ბატონი მიხეილი დაგვეხმარება ჩვენი მარშრუტის შედგენაში. გვაჩვენებს თუ რა ადგილებს გავივლით დღეს და ასევე გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას. გამარჯობა, მოკლედ როგორც ვიტომ აღნიშნა, ჩვენ ვიმყოფებით დღეს ესე იგი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და ვიწყებთ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მონახულებას. ესე იგი, ჩვენი დღევანდელი მარშრუტი არის სამწუხაროდ ამ რუკაზე კარგად არ ჩანს, დედოფლის წყარო აქეთ არის ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად. უნდა გავიაროთ, ესე იგი, შირაქის დაბლობი, სადაც არის ესე იგი ძველი აეროდრომი, საბჭოთა კავშირის დროინდელი აეროდრომი, მაგ აეროდრომს ვინახულებთ, შემდეგ ჩავალთ კასრისწყალში და კასრისწყალიდან დაახლოებით აი ამ მონაკვეთში უკვე გავივლით სასაზღვრო კონტროლს. და შემდეგ უკვე აქ გარკვეული ლოკაციებია, სადაც შევჩერდებით, მაგალითად, ესე იგი, ალესილების გადმოსახედი და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ჩავალთ მიჯნისყურეში. დღეს დავბანაკდებით, ესე იგი, მიჯნისყურეში და შემდეგ მეორე დღეს უკვე გავუყევებით აი ეს ბუღამოედნის გავლით, ელდარის და სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას, სადაც არიან ქურციკები და გვაქვს ქურციკების პოპულაცია და პანტიშარას გამოვლით, ესე იგი პანტიშარას ხეობის გამოვლით, სადაც უკვე ვნახავთ ამ განმარხებულ ნიჟარებს თუ მოგვითხრობთ როგორც ქვია, ამოვალთ ისევ კასრისწყალში და დავბრუნდებით უკან დედოფლის წყაროში, შემდეგ უკვე თბილისში. ეს არის ჩვენი დღევანდელი და ორი დღის გეგმა. და საშვებს რაც შეეხება, საშვებს ადავიღებთ. საშვების აღება ესე იგი შესაძლებელია როგორც თვითონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, ანუ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ და დაგიმზადებენ, ან პირდაპირ შეგვიძლია რომ სასაზღვრო ასე ვთქვათ დაწესებულებაში მივიდეთ პუნქტში, ჩვენით გავაკეთოთ განაცხადი და დაახლოებით ჩემი გამოცდილებით ალბათ მაქსიმუმ 9 საათის, ანუ ადგილზე ივსება, შედიან, ხელი ეწერება და დაახლოებით 9 საათის ამბავი. თუმცა უმჯობესია რომ წინასწარ აი აქ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გააფრთხილოთ, რა ადგილებზე გინდათ გადაადგილება, იმიტომ რომ საშვიც კონკრეტულად ადგილმდებარეობის მარშრუტის მიხედვით უნდა. წინასწარ კი, იმიტომ რომ აქ არის გარკვეული პუნქტები და თუ შესაბამისი ადგილმდებარეობის საშვი არ აქვს აღებული, დიდი რისკი კი არა, არ გაგატარებენ დიდი ალბათობით. ხო, ამიტომ შესაბამისი ადგილის საშვი. მოკლედ ესეთი სერიოზული ამბებია ჩვენთან. ჩვენ ახლა წავალთ, ავიღებთ საშვებს პირველ რიგში. უკვე გამზადებულია. უკვე გამზადებულია, იმიტომ რომ ბატონმა მიხეილმა ამაზე უკვე იზრუნა. ჩვენ აქ გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, წინარე მოსამზადებელი, ყველა ის ატრიბუტიკა, რაც გვჭირდება უშუალოდ ნაკრძალში ყოფნის დროს. ბატონ მიხეილს ვთხოვ, რომ გვაჩვენოს. ანუ სახუმარო თემა არ არის ნამდვილად ვაშლოვანში წასვლა, თან მით უმეტეს თუ ღამისთევით მიდიხარ. ამ შემთხვევაში ერთი რაღაც უნდა ვთქვათ, რომ ვაშლოვანის, ანუ მიჯნისყურეში არის ბუნგალოები, სადაც შეგიძლიათ რომ თქვენ ჩვეულებრივად დარჩეთ. უბრალოდ ეხლა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დროებით აღარ იღებენ ვიზიტორებს, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, რემონტია დაგეგმილი, ასე ვთქვათ. და შესაბამისად გვიწევს კარვებში დარჩენა, ხო? აქვე უნდა აღნიშნოს ის, რომ შესვლასაც თავისი ღირებულება აქვს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, როგორც კაცზე, ასევე მანქანაზე და საკარვე ადგილიც წინასწარ უნდა გადავიხადოთ, ასე ვთქვათ. წინასწარ ან ადგილზე უნდა გადავიხადოთ. ესე იგი, აქ რა გვაქვს კარვები, საძილე ტომბრები, კარვები დასარჩენად, საძილე ტომბრები, ქვეშ ძირსაგებები, ასე ვთქვათ და ეს ჩემი ჩემოდანი, რომელიც ყველგან ჩემთან ერთადაა. ეს არის ძირითადი აღჭურვილობა, რომელიც დაგჭირდებათ, ასე ვთქვათ, ღამე უსაფრთხოდ გასათენად. იცი რა მითხარი? პირველი დახმარების ყუთზე რას გვეტყვი? რა გჭირდება, რომ მაინც რო იცოდე? ხა მოგეხსენებათ, რომ ვაშლოვანში და ზოგადად აქ დედოფლის წყაროს მიდამოებში ერთ-ერთი შხამიანი გველი, რომელიც მომაკვდინებელი, ასე ვთქვათ, ბინადრობს გიურზას, თუმცა ხა ანტიგიურზინი ჩვენ ვერ გვექნება, მაგრამ პირველადი დახმარების ნაკრები რაც შეიძლება ვქონდეს, მაგალითად სანტავიკები, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და ესეთი სახვევები შეიძლება რომ გქონდეს. თუმცა გიურზას მაინც არ უნდა ველოდოთ, ხო? არა, ხო, იმიტომ რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ძირითადად მოიცავს ჯიპით გადაადგილებას, ასე ვთქვათ, ჯიპ ტურია და მხოლოდ გარკვეულ ლოკაციებზე გვიწევს გაჩერება და იმ სადაც ვჩერდებით და გვიწევს რომ ფეხით გადმოვიდეთ, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ასე ვთქვათ, ფრთხილად. სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. კარგი, წავედით, ახლა ავიღოთ საშვები.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე გადასაადგილებელი საშვის, ასე ვთქვათ, ფორმალურ შევსებას ვაკეთებთ და აქ შეყვავს ყველა ის მონაცემი, რაც მოახდენს ჩვენს, ასე ვთქვათ, იდენტიფიკაციას. შეყვავს მანქანის ნომერი, მარკა, წევრების რაოდენობა, ვისთან ერთად გადავადგილდები და დღეების რაოდენობა, ანუ რომელი დღიდან რომელ დღემდე გავჩერდებით ტერიტორიაზე. ჩვენ ამ შემთხვევაში მივდივართ Toyota Hilux Surf-ით, იგივე Forerunner-ით. საკმაოდ ძველი მანქანაა, თუმცა იაპონელების, ესე იგი, ინჟინრობის და საინჟინრო შემოქმედებითობის წყალობით დღემდე ჩვეულებრივად მუშაობს და აქვე გეტყვით, რომ თითქმის ჩემი ტოლია ეს მანქანა 27 წლისაა დაახლოებით. ვა, ძალიან მაგარია. ხო, მოკლედ აუცილებლად გჭირდებათ მაღალი გამოვლობის მანქანა, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ძირითადად ტელეფონი არ იჭერს, ამიტომ რაღაცა კი მოძრაობენ მუდმივად რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებიც, მაგრამ რამე რო დაგჭირდეთ, აუცილებლად მოკლედ პირველ რიგში თქვენი მანქანის იმედი უნდა გქონდეთ. ჩვენ უკვე ყველაფერი მოვამზადეთ იმისთვის, რომ შევიდეთ ნაკრძალში, ავიღეთ საშვები და ახლა აქედან დავიძრებით უკვე უშუალოდ ნაკრძალის შესასვლელთან. დაცული ტერიტორიებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ გვხვდება შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომი. ზემოდან ეს შენობა გადაფარულია მიწით, რაც ერთგვარ კამუფლაჟს ქმნის, რომ სატელიტებიდან არ მოხდეს მარტივად ამოცნობა ლოკაციების. ნამდვილად, საქართველოში ძალიან ძნელად თუ მოიძებნება ასეთი ადგილები, სადაც დღემდე შემორჩენილი არის იმ პირვანდელი სახით, იმ დროინდელი, ანუ საბჭოთა პერიოდის დროინდელი სამხედრო ბაზები. დაახლოებით რამდენიმე ათეული ასეთი ფარეხი არის და აქვე არის ძველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ასე ვთქვათ, შემორჩენილი არის, თუმცა არა პირვანდელი სახით. ნაკრძალისკენ და მოვინახულოთ შემდეგი ლოკაციები.
ესეც ასე, მეგობრებო, მოვედით მიჯნეს ყურესთან. ეს გახლავთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი. ჩვენს წინ ჩამოედინება ალაზანი, ალაზნის იქით უკვე არის აზერბაიჯანის ტერიტორია. აქვე გვაქვს საბანაკე არეალი. ბიჭებმა გადავინაწილეთ როლები. ჩვენ ახლა დავიწყებთ ბანაკების მომზადებას. მოკლედ, მე და ბატონი მიხეილი ვიწყებთ კარვების ატყობას. მე ვეუბნები რომ მაინდა-მაინც კარგი იდეა არ არის ახლოს მდინარის პირას მეთქი, მაგრამ მიშო დაჟინებით იძახის რომ საღამოს ჩაძინების ასე მდინარის მაგესმის. და ის მომენტი ხო იცი რომ გააღებდით და ეგრევე მდინარის ხედი რო ნახოთ აბა რა გამოგვივა. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი აწყობილი კარავი. ახლა განახეთ. ავარ შესასვლელს კარავში. უკვე წარმოგიდგენიათ რა ხედი გვექნება დილით მდინარეზე. ახლა შიგნით გავშლით პარალონებს. შევიტანთ საძილე ტომებს. ორკაციანია ხო მიშო? ჩვენივრად მოთხოვდება ორი კაცი. ვაშლოვანში გაიხსნა. ახალი სმარტი? საიშა ხო. აი ესეთი გემრიელი მწვადი გვაქვს. ესეთი გამოყოფილი ადგილებია სპეციალურად. მაგიდები. ბატონი თორნიკე არ დანებდა ხახვის დაჭრას, მე უნდა დავჭრაო. ძალიან კაი. აქვე გვაქვს ჭა. თუმცა ამ ჭას სასმელ წყალს, ანუ სასმელად არ ვიყენებთ ამ წყალს. ჭურჭლის გასარეცხად და ხელპირის დასაბანად. აქვე არიან სხვა ჯგუფებიც დაბანაკებულები. დღეს ჩვენ აქ გავათენებთ ღამეს და ხვალ უკვე სამუხის ველისკენ გავუყვებით გზას. საკმაოდ რთული ღამე გქონდა, რადგანაც დაახლოებით ესე 3 საათისთვის ამოვარდა ქარი, მე წვიმაც დაიწყო გამთენიისას. ეხლა ესაც ხედავთ ნაწვიმარია. ღრუბელი გადაიყარა, აღარ არის ისეთი შავი ღრუბელი, თუმცა მაინც და მაინც სახარბიელო ამინდი არ გვაქვს. ჩვენ ამ დილით ამოვედით მიჯნის ყურის მწვერვალზე და გვინდა გაჩვენოთ ეს ხედი, რომელიც აქედან იშლება. წავედით ერთად ვნახოთ. Ngihamba ngaphansi kwamafu akhazimulayo. Ngizwa umhlaba uphefumula. კაცრავად, ბიჭებო, სამუხის ველისკენ ხო არ მიდიხართ? აგიყვანეთ. გამოყვებით მაშინ რა. Angikhulula umoya wamafu ungiphulula umoya wamafu ungiphilisa
მას შემდეგ რაც დავტოვეთ მიჯნის ყურე, ჩვენ გამოვემართეთ სამუხის ველისკენ. გქონდა იმედი, რომ ვნახავდით ქურციკებს და ეს მოვახერხეთ ნამდვილად, თუმცა ძალიან შორს იყვნენ ქურციკები და ვერ შევძელით დაფიქსირება მათი. რაც დავტოვეთ სამუხის ველი, მას შემდეგ უკვე შემოვედით პანტიშარას ხეობაში და სწორედ ჩვენ ახლა გავჩერდით იმ ადგილას, სადაც აღმოჩენილი არის რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი განმარხებული მოლუსკები, რაც რეალურად მოწმობს იმაზე, რომ ამ ადგილას უნდა ყოფილიყო წყალი და წყლის დახევის შემდეგ, უკან როდესაც წყალმა დაიხია, დონემ დაიწია და გამოჩნდა ფსკერი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი წლის წინანდელი ოკეანის ფსკერზე. სწორედ აი ასე გამოიყურებოდა მაშინდელი ფსკერი. აი ამ საოცარ ადგილზე გითხარი 1-2 სიტყვა მიშო რა ხდება აქ? ეტყობა ეს მერცხლებისთვის არის ხელსაყრელი ადგილი, საბუდრად ასე ვთქვათ და მერცხლების ქალაქს ეძახიან. მოსახლეობა აღწერილია დაახლოებით რამდენი არის, რომ ქალაქის სტატუსი მივანიჭეთ. სერიოზულ პასუხი გაინტერესებს? შენ როგორიც გინდა? მე მორიოსთვის მზად ვარ. ხო, ასეთი რაოდენობით ასე ვთქვათ არ არის. არცად არ გვხვდება. ხო, ყოველ შემთხვევაში სადაც გვიწევს გადაადგილება, მსგავსი არ არის და ამიტომ დაარქვეს მერცხლების ქალაქი. მოკლედ მეგობრებო, როგორც მიხვდით, დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ ვიტო შენს მაყურებელს, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტისთვის აუცილებლად დასჭირდებათ წინასწარ დაცულ ტერიტორიების აგენტოში, ამ შემთხვევაში ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში რეგისტრაცია, საშვები, სადაც წინასწარ მითითებული მარშრუტი შესაბამისად და მაღალი გამავლობის მანქანა, იმიტომ რომ აგერ შენი თვალითაც ნახე თუ როგორი გზა, განსაკუთრებით მაშინ თუ ოდნავ მაინც წამოწვიმა. შედგა ჩვენი კოლაბი, ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდი ბატონო მიხეილ, ნამდვილად ძალიან კარგით რო გავატარეთ. იყავი ამომწურავი, ყველაფერზე მოგვეცი დეტალური ინფორმაცია და ნამდვილად ყველას გირჩევთ რომ მოინახულოთ ჩვენი დაცული ტერიტორიები. განსაკუთრებით ვაშლოვანი ამ პერიოდში, იმიტომ რომ თუ გინდათ რომ გაზაფხული შეიგრძნოთ ვაშლოვანში, უნდა მოხვიდეთ აპრილში ან მაისში. შემდეგ უკვე არის ის სტანდარტული ყავისფერი, რაც ნახევრად უდაბნოს. ძაგს ყავისფერი ძაგს ვერ ვიდა. წავედით. Utulo lutambile iluphefumulela phezu komhlaba izindaba zikhuluma kancane ziletha ukuphumula okukhulu uthule lwesigana siyaluzwa izwi lawo uthule lwesigana siyaphiliswa